მithქვა მოთქვას ბოლო რომ მოიღოს ალბათ მნიშვნელოვანია რომ გასაჯაროვდეს ის დოკუმენტი, რაზეც საუბარი მიმდინარეობდა ამ დღეების განმავლობაში, რაზე არის ქართული ოცნება წამოსვლელი, რაზე თანხდება ოპოზიცია ან არ თანხდება, ვინ თანხდება, ვინ არ თანხდება, ერთხელ სამუდამოდ ამ ყველაფერს ეთქვა დაესვა დაესწრება დღეს, დარწმუნებული ვარ. თანხდება, ბატონო. არა, მე ვერ ხედავ, არც ერთ ადამიანთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი დეპუტატობის კანდიდატი, თუ უკვე დეპუტატი ნებისმიერი ბარიე გადალახული პარტიიდან არ შევა, არც ერთი დეპუტატი, არც ერთი ოპოზიციონერი არ შევა. არ იქნება მეათე, აი ხელები და 10, მეათე, აი ამ მეათე მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება. ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და ეს არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი. უბრალოდ რაღაცა ნივთი. ანუ ვინმე თუ შევა, ბაპატიე, თუ შეიძლება მე ხო, ვინმე თუ შევა და პრაგმატულობას თავი დავანებოთ, პოლიტიკურ პრაგმატულობას, ვინმე თუ ცნობას ვერ გაუძლებს, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი, ჩემი პოზიცია ასეთია და ვერც ოპოზიციონერი მით უმეტეს. როგორც წარმოგიდგენთ, ეხლა 6 კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ეხლა ამ 6 ადამიანს? მე გამოვრიცხავ. მაგრამ მაინდა-მაინც თუ კი გაინტერესებთ და რა თქმა უნდა გაინტერესებთ, გეტყვით, თუ კი მაინც ჰიპოთეტურად დაუშვათ ვინმე შევიდა, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვინც აი ამ ტიპის მშვენის მხრიდან ახლა ოპოზიციაზე ბატონო. ვერ გეტყვით, ალბათ რაღაცა ცალკეული საუბრები ეხლა ვიღაცებთან, ეხლა არ ვიცი რა 60 ადამიანზე თავს როგორ დავდებ, ხო? როცა ოლიგარქიული წესწყობილება ვერანაირად ვერ დადებ თავს, მაგრამ ეხლა იცით რა, შესვლის სურვილი შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეს, მაგრამ იცით რა პარალელს გავყოლებთ. ეხლა მაგალითად, ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინია პროკურორის, ეშინია პოლიციის უფროსის, პოლიციის კანონის, რო არ დაისაჯოს, ხო? აქაც ალბათ ვიღაცებს აქვს ცუდება, სურვილი რომ შევიდეს, მაგრამ ეშინია ამ შემთხვევაში მორალური პოლიციის ხალხი, საზოგადოების ვის წინაშეც ვართ ჩვენ ანგარიშო. ვინმე? ხოდა მე გეუბნებით, ჩვენ ვერავიზე 100% თავს ბუნებრივია ვერ ამივერდადებს, ხო? მაგრამ გასაგებია მე კი ბატონო, მე ვარ დარწმუნებული რომ ამ არჩევნებს არ დაუკანონებს არავინ ბიზინა ივანიშვილს, მაგრამ თუ მაინდა-მაინც მეკითხებით ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, ეხლა რო გითხრათ 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი ხო არა ვარ მე, როგორ შეიძლება? გიორგი უყარა ამას და თქვა რომ არ შევიდოდნენ, ბატონიკა, ეს თემა გავაგრძელოთ. ან თქვენს პარტიის წარმომადგენლებზე ხო? ნუ თავარი სამი მოთხოვნა არის, ერთი ეს არის, სამი მოთხოვნა თავარი, ერთი ეს არის. სამი მოთხოვნა ეს არის ახალი არჩევნები, პატიმრები და საარჩევნო სისტემა, ხო? ეხლა პირველი ორის გარეშე მესამეზე მიმდინარეობს ეხლა საუბარი პრაქტიკულად. ხო ხვდებით და პირველი მეორე კომპონენტის გარეშე, ანუ პატიმრებისა და ახალი არჩევნების გარეშე მე პირადად მესამე კომპონენტის საუბარი მიმაჩნია დროის ფუჭად კარგვა.